იესომ უთხრა თავის მოწაფეებს. შეუძლებელი არ მოვიდეს სტუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვა. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცტუნებინა. ფრთხილად იყავით. თუ შენმა ძმამ შეგწოდოს, გაუწყერი მას, თუ მოინანიოს, მიუტევე. დღეში 7-ჯერ რომ შეგწოდოს და 7-ჯერვე მოიქცეს და გითხრას ვინანიებო, მიუტევე. უთხრეს მოციქულებმა უფალს. მოგვიმატე რწმენა. უფალმა უთხრა მათ. მდოგვის მარცვლის ოდენ რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს, აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ. რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს, მხნელი ან დამწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას, ნუ თუ ეტყვის, წადი ჩქარას უფრას მიუჯექია. განარ ეტყვის, მომიმზადე ვახშამი და სარტყელს შემორტყმული მემსახურე ვიდრე ვჭამ და ვსვავ, მერე კი შენც ჭამე და სვიო. ნუ თუ მადლობას ეტყვის მონას იმისთვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა. არა მგონი. ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით, უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. მოხდა ისე, რომ იერუსალიმს მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა. ერთ სოფელში რომ შედიოდა, 10 კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც შორი ახლოს გაჩერდნენ. ხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ. შეგვიცხადე იესო, მოძღვარო! ისინი რომ დაინახა უთხრა. წადით, ეჩვენეთ მუხტლებს. როგორც კი წავიდნენ, განიწმინდნენ. ერთი მათგანი რომ დაინახა განმიკურნეო, მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს. პირქვე დაემხო, მის ფეხით და მადლი შესწირა. ის კაცი სამარიელი იყო. მაშინ იესომ თქვა. ნუ თუ 10-ვენი არ განიწმინდნენ, 9 სადღა არიან. როგორ მოხდა რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთისადიდებლად? მას უთხრა. ადექი და წადე, შენ მარწმენამ გიხსნა.